ესე იგი თუ მეძებთ, თუ ვერ მპოულობთ, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ ვარ, იცოდეთ რომ ძალიან ხშირად ვარ TikTok-ზე. ყველაზე ხელმისაწვდომი ვარ ამ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგი კომუნიკაციის პლატფორმა და შესაძლებლობაა იმისა, რომ ახალი ადამიანები გავიცნო და ასეც ვაკეთებ, რაღაცნაირად მგონია რომ ვიწრო ჩაკეტილი წრიდან უნდა გავიდეთ, ხალხს უნდა მოგუსმინოთ, უნდა ვნახოთ მათ რა წუხილები აქვს და მოკლედ ჩემი мотиваცია რომ გავუბევრდეთ და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა და პლატფორმა და ეხლა ზუსტად ამ გაბევრებისთვის ჩემი ერთ-ერთი ხელსაწყო გახდა TikTok-ი. ესეთი პირდაპირ ჩართვის დროს, როდესაც ემიგრაციას ვსაუბრობდი, სხვა ჩვენს თანამებრძოლს. ათობით ჩემმა TikTok-ის მეგობარმა მთხოვა იქვე პირდაპირ ეთერში ხილულად სხვების დასანახათაც რომ მომესმინა ქეთი ეგიდუნაშვილის პრობლემებისთვის და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში გავესაუბრე ქეთის რომელსაც აქვს ძალიან რთული პრობლემა შულთან დაკავშირებით ის შულს ნახულობს კვირაში ერთხელ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი ვერ გახდება ტელევიზიის სიუჟეტი პირველ რიგში იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს შულის იდენტიფიცირება მეორე რიგში იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ იქ იქნება ჩართული დიაგნოზები სხვადასხვა ისეთი ამბები რომელიც ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ყველასთვის ქეთის ახლა ყველაზე მეტად რაც სჭირდება ეს არის კარგი ადვოკატი რომელიც მას სიმართლეს ეტყვის რისი შანსი აქვს და რისი არა და თუ იმას გექნებათ სურვილი რომ მას დაეხმაროთ მე ვქნები ძალიან მადლობელი და დაგაკავშირებთ და მეორე პრობლემა რომელიც ქეთის აქვს ეს არის საცხოვრისი და მიუხედავად იმისა რომ ფონდი არ მაქვს მაგრამ ფონდი სულ რომ მქონდეს ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჩემი მთავარი ამბავი არის ის რომ ის 17 ადამიანი რომელიც ახლა რიგშია და სიცოცხლისთვის იბრძვის აი იმ ადამიანებისთვის შევაგროვოთ თანხა და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი და თქვენი თანამებრძოლი ვახობაგნიძეა რომელიც გადასაყვანია თურქეთში და მოკლედ ფული გვაქვს შესაძლებელი და ვფიქრობ ახლა რა ფორმით უნდა შევაგროვოთ ეს ფული მაგრამ რა არის თავი საკითხი მთელი პროპაგანდა ჩაერთო ამ ამბავში და პროპაგანდა მე მინდა იცოდეთ როგორ მუშაობს სუში ყველაზე დიდი დეპარტამენტი აქვს პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებას და ეს პროცესი იწყება ქსელურად ხო და ასე ქსელურად დაიწყო პროცესი შემდეგი სათაურებით ნანუკა ჟორჟოლიანი ფსკერამდე დაეშვა ნანუკა ჟორჟოლიმა თავის ადგილი იპოვა ქეთი ეგიდუნაშვილი ეს არის ქართული ოცნება. ქართული ოცნება ასე უყურებს ხალხს. სკერი, ნინო ჯღარკავა, კიდევ უფრო სკერი თამარი, კიდევ უფრო სკერი ირაკლი ჯანყარაშვილი, მთელი პოსტივი. ფიქრობენ რომ ქეთი სადღაც მაღლად განან და ქვევით უნდა დაიშვან, რომ მას ესაუბრონ, როცა ხილულია ამ ხალბატონის ყველა პრობლემა. როცა არანაირი დიაგნოზის დასმა საჭირო არ არის და ხილულია ამ ხალის მთავარი პრობლემები საიდან მოდის. ქეთი, მე კიდევ მოგმართავ რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია კონდეს ჩემი იმედი, ის რომ მე ამ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებ საწყობის ის არნიშნავს რომ სხვას ვერ მოვახერხებ. სხვა პრობლემის დროს თუ ჩათვლი რომ მე შემიძლია შენი დახმარება, იცოდე რომ აქ ვარ და ჩვენ, როდესაც ფონდში გვირეკავდნენ ადამიანები და გთხოვდნენ დახმარებას, არასოდეს მათთვის პოლიტიკური კუთვნილება არ გვიკითხავს. ადამიანი რომელიც გვირეკავდა და გვეუბნება ჩემი შვილის გადარჩენა, მინდა არასოდეს არ გვიკითხავს ის ხოცი იყო თუ ნაცი. ვეკითხებოდით რა სჭირდა მიშულს და ასე ვაგვარებდით მათ პრობლემას და ამით გავსხვადებით ყველა ჩვენ და თითოეული თქვენგანი ვისაც ლარი ჩაგერიცხავთ ამ ფონდში ქართული ოცნებისგან რომ ადამიანები ფსკერამდე გაჭირვებით და მენტალური პრობლემებით არ დაგვყავს და ჩვენ სადღაც მაღლა არ ვდგევართ. ჩვენ აი აქეთ ამ ხარებ ვფიქრობთ რომ ყველანი ერთად ვდგავართ და ისინი ფიქრობენ რომ მაღლა არიან და რას ირცხვილია რომ ამას მართლა ფსკერის წარმომადგენლები ფიქრობენ. ფსკერი არის ის ვინც ქვეყანას ყიდის, ფსკერია ის ვინც კოლცენტრებით ცხოვრობს, ფსკერია ის ვინც კორუფციაშია და კიდევ არ ჩამოვთვლი. თქვენ კარგად ამოიცანით ფსკერი რომელი მხარია. მოგესალმებით, გუშინ ამის დრო არ იყო, იმიტომ რომ ის სამართლიანობის განცდა რაღაცნაირად დიდხანს უნდა გვეზეიმა, როდესაც ახლა უკვე ჩვენს გარდა საერთაშორისო ასპარეზზე საუბრობენ ისეთი ქვეყანა როგორც არის ბრიტანეთი და რომელსაც იმ ხელმისაწვდომობა აქვს სოფლიოზე ამბობს რომ ტელეკომპანია იმედი არის რუსეთის ხელსაწყო, რუსების პროპაგანდისტული არხი არის რუსებზე მომუშავე ადამიანებისგან შემდგარი ტელევიზია და სივში ჩაწერილი რომ ამადამ წლიდან ამადამ წლამდე იმედში მუშაობდი ნიშნავს იმას რომ მთელი ცხოვრება ხარ რუსული პროპაგანდისტების ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკი და სამარცხვინო ფურცელი, რომელიც არასოდეს არ წაიშლება და იმოდი დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ადამიანებთან არასოდეს არ იქნება, ისევე როგორც ირაკლი რუხაძემ რაც არ უნდა მოიფიქროს ახლა ტექნიკურად დღეს ხოცების პირობებში როგორ შეასრულებს იმას რომ გვერდზე გავიდეს და რაღაცები გადააფორმოს, ამ კაცს აქვს ამბიცია რომ აქვს თავისი ურთიერთობები როგორც ბრიტანეთში, მე ფინანსურ ურთიერთობებს გულისხმობ, ისე ამერიკაში და რაღაცა პრეტენზია აქვს რომ ცივილიზებული სამყაროს წევრია და მთელი ცხოვრება გაყვება ეს და რამ ხოცები არ იქნებიან სულ ხელისუფლებაში და ხვალ და ზეგ იცხოვრებს ზუსტად ამ იარლიყით რომ ირაკლი რუხაძის ტელევიზია, დიახ, რუსული პროპაგანდის ტელევიზია და დიახ, ირაკლი რუხაძე აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს ტელეკომპანია იმედი, აკეთებდა და გააკეთებს მომავალში. ეს რაღაცა ფიქტიური გადაფორმა. ასეც მინდოდა გუშინ საუბარი და რისი დროც არ იყო ჩემი აზრით და დღეს გეტყვით არის ის, რომ ჩემმა ადვოკატმა შეიტანა სარჩელი ხოცების პროპაგანდისტვის გაცილებით უფრო დაბალი დონის პროპაგანდისტის წინააღმდეგ, ირაკლი ჯანყარაშვილის წინააღმდეგ, იმ ცილის ამბებებზე, რასაც ის წერს. ძალიან ობიექტურია მოსაზრება ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამბობს, რომ ქოცურ სასამართლოში რა აზრი აქვს საერთოდ ჩიულს, მაგრამ მე გეტყვით ჩვენ რა მიზეზებით ვიხმძღვანელეთ და მოტივი რა არის ჩვენი. ერთი და პირველი არის ის, რომ თქვენ იცით, რომ მე სტრასბურგში ვაპირებ, იმიტომ რომ ვთქვი არაერთხელ თილა წულკიანის არჩელის აღებას.
და მე ძალიან მჭირდება იმის ჩვენება სტრასბურგისთვის, რომ ერთ მართლმსაჯულება არის მოტივირებული პოლიტიკურად და რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები ვერასოდეს სამართალს ვერ ნახულობენ. შესაბამისად, ჩვენ როდესაც შევიტანეთ და შეტანილი არაერთი სარჩელი ჩვენი თანამებრძოლების და რეაგირება არის 0 და როდესაც ქართული ოცნების პროპაგანდისტები გვიჩვიან ჩვენ, რეაგირება არის 24 საათში 78, აი ძალიან მალე. ეს არის, ესეც პასუხია სტრასბურგში, ესეც მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც აჩვენებ საერთაშორისო მართლმსაჯულებას იმას, რომ შენს ქვეყანაში შენი უფლებები უბრალოდ არ არსებობს. მეორე და მნიშვნელოვანი არსებობს ვადები, მეგობრებო. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ვადები, რაშიც უნდა ჩავეტიოთ და ადამიანებს უჩვეულოთ თუ გვინდა რომ როდესმე პასუხი აგონ. მე დღეს არ უჩივლე, მაგრამ 2 წელიწადში მომიდა ჩივილი, ასეთ რამეს კანონი არ ცნობს. განსაზღვრულ ვადაში უნდა ჩაეტიო, რომ უჩივლო, რომ ხვალ თაროზე დახვდეს ახალ ხელისუფლებას ეს საქმეები და დღეს გასაგებია რომ არ, მაგრამ ხვალ მაინც აგონ ამ ადამიანებმა პასუხი. ამის მოყოლა მინდოდა YouTube-ზე, ჩემ გეგმებზე და ასე შემდეგ, ცალკე ვიდეოს ჩავწერ, ეს ამ შავ ხალხთან ერთად მოსაყველი ამბავი არ არის.